ეხლაც არის პოპულარული, მაგრამ 2-3 წლის წინ განსაკუთრებით იყო BeReal. კი. ეხლაც არის, მაგრამ ნუ მე მგონი ნელ-ნელა გადადის იმიდან, ხო, რაღაც უფრო ანუ BeReal-ის მთავარი იდეა იყო, რომ ორივე კამერით, წინა და უკანა კამერით, იმ მომენტში რასაკეთებდი, იმ მომენტში სადაც იყავი, უნდა გადაგიღო ფოტო, ხო? ეს დატა გროვდებოდა და გროვდება კიდეც ეხლაც და აწყობილი არის მთელი ქალაქების, მსოფლიოს ბევრი ქვეყნის აი Google Earth-ი რასაც აკეთებს და Google Map-ი რო ქუჩებს და ასე შემდეგ BeReal-ი აკეთებს ინტერიერებს და ექსტერიერებს, ანუ ბავშვმა ნებისმიერ ადამიანმა დასრულების თამაშობდნენ და იყვნენ ამაში ჩართული ამ აპლიკაციით. გადაიღო ფოტო, ჩანს შიგნით შენობის განლაგება, ერთ-ერთი სამხედრო იყო ამერიკელი, რომელმაც თავისი ბაზის შიდა ნაწილი გადაიღო და წინა ფოტოთი მერე გადაიღო გარე ნაწილი, ხო? ანუ ამით ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება ხდება და ესეც ერთ-ერთი ისაა, როცა ვიცი თან BeReal-ი რატო იყო საშიში და რატოა კიდე, რომ იმ მომენტში დადებული დროსაც ასახავს, ვერც აყალბებდი, timestamp-ი აქვს და მაგალითად 16 საათსა და 47 წუთზე ეს ადამიანი იყო აქ. ძალიან დიდი ის არის ეს რა, ანუ ინფორმაციის შემცველი განსაკუთრებით ბავშვისთვის, როდესაც რაც აქამდე ვილაპარაკეთ, რომ იქნება ეს კიბერდამნაშავე, თაღლითი, ბულერი თუ მისი, ასე ვთქვათ, რაღაცა მის მიმართ დაინტერესება იქნება რაღაც სექსუალური ექსპლუატაციით და მსგავსი ტიპის ზალადობით, ძალიან უადვილებთ საქმეს ამ ყველაფრით.